1800 წელი, 3 ივნისი, პეტერბურგი. იმპერიის სახელმწიფო საბჭოში უცნაური წერილი შევიდა. მეფე ერეკლეს ქვრივი, დედოფალი დარია გიორგევნა, კატეგორიული ტონით მოითხოვდა, შენარჩუნებულიყო ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი და ქართული სახელმწიფოებრივი მმართველობის ყველა მექანიზმი. ამ წერილს წინ ერთი ამბავი უსწრებდა. ალბათ პირველად საქართველოს ისტორიაში რუსეთმა თავისი წარმომადგენლის, კავკასიის სარდლის, ბარონ კარლ კნორინგის და აგენტურის მეცადინეობით 1799 წელს აღმოსავლეთ საქართველოში ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი ჩაატარა. კნორინგი ორი კითხვით მიმართავდა ქართულ საზოგადოებას. პირველი, შეუძლია თუ არა საქართველოს დამოუკიდებლად არსებობა და იყო თუ არა ყველას სურვილი რუსეთთან შეერთება. სახელმწიფო საბჭოს ცუდად ენიშნა ქვრივი დედოფლის ამბიცია. დარია გიორგევნა ამ განცხადებებს აკეთებს მაშინ, როდესაც ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მე-12 რუსული პოლიტიკის მიმართ ერთობ დამთმობი და ლოიალური. რუსეთის ხელისუფლებისათვის შემუშავებული არ დარჩენილა დარეჯანის დამოკიდებულება, დედოფალ დარეჯანის დამოკიდებულება კნორინგის მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმისადმი და ცხადია არც მისი წერილი დაუტოვებიათ უპასუხოდ და შეიძლება ითქვას, რომ დარეჯანი ამის შემდეგ ცალსახად მიუღებელი პერსონა ხდება მეფის რუსეთის ხელისუფლებისათვის. კნორინგის ანგარიში ასე გამოიყურებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს არც დამოუკიდებლად არსებობის შიში აქვს და არც ტახტის გაუქმება სურს. იმპერატორი პავლე I მოულოდნელი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოში რუსებს საკმაოდ გაბედული ოპოზიცია ჰყოლია. ეს ოპოზიცია მოქმედია, ოპოზიციური პოლიტიკური პროცესების ცენტრში დარეჯან დედოფალი დგას. დარია გიორგევნა ინტრიგანია, მოახსენეს იმპერატორს. ჩამოაშორეთ იდიოტი კნორინგი სახელმწიფო საქმეებს, განაცხადა პავლე I-მა. გენერალი კნორინგი ამ წერილს და მისგან გადადგმულ არაეფექტურ ნაბიჯებს 2 წლის შემდეგ შეეწირება. იმპერია მიხვდა, ვერ იმუშავა სათანადოდ აგენტურამ. ურთულესი პერიოდია და დარეჯანის დედოფლის როლი პრინციპში ამ ყველაფერში ძალიან საინტერესო ჩანს იმ აზრით, რომ ის იჭერს ანტირუსულ პოზიციას და როგორ ჩანს ძალიან საღ პოზიციას, ძალიან სწორ პოზიციას. ეხლა არ არის საუბარი იმაზე, დარეჯანი ამას მიხვდა როგორც დარეჯანი როგორც პოლიტიკოსი და ერეკლეზე უკეთ ან ვინმე სხვაზე უკეთ მიხვდა და შეაფასეს რაღაც გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამაზე სულ არ არის საუბარი. რომ დაუშვათ, რომ ის უბრალოდ ინსტინქტებით მიხვდა ამას, არ აქვს მნიშვნელობა, მისი პოზიცია იყო ცალსახად სწორი. და ამას ცხადია, რომ მეფის რუსეთის ხელისუფლებას ხედავდა გიორგიევსკის ტრაქტატის დადების მალევე ხედავდა, მალევე ხვდებიან ამას. ქართულ სამეფო ოჯახში უთანხმოება რუსული საკითხის გამო პირველად ერეკლესა და დარეჯანს შორის გაჩნდა. იმ დროს იმ სასახლეში, სადაც გიორგიევსკის ტრაქტატის მომზადება დაიწყო. სწორედ ამ დროს ერეკლეს პირადი ექიმი გერმანელია. აღმოსავლურ და ევროპულ დიპლომატიურ მისიებს ადგილზე ხვდებათ თარჯიმნები. ამ სასახლეში უცხოენებს ასწავლიან ერეკლეს შვილებს. განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს სპარსული, რუსული, იტალიური ენები. მეფე ბატონო, შენ ამ ტრაქტატით დაანგრია საქართველოს სამეფო. ეს ფრაზა დარეჯან დედოფალს ეკუთვნის. ამ ფრაზას ძალიან ხშირად გაიმეორებენ რუსი პოლიტიკოსები და უცხოელი მკვლევარები მონოგრაფიებშიც და საგაზეთო სტატიებშიც. ასე რომ ეს ფრაზა ისტორიოგრაფიამ შემოინახა. დედოფალი სამეფო კარზე საკმაო გავლენით სარგებლობდა. დედოფლის გავლენა სამეფოში მიმდინარე პროცესებზე რამდენიმე რეფორმას დაადასტურებს. ერეკლე მემკვიდრეობითობის კანონს შეცვლის, ამ საქმეში დედოფლის ხელი ურევია. ერეკლე თავის შუაზე დაჰყავს დარეჯანს, იტყვიან თანამედროვეები. ამ ახალი მემკვიდრეობის კანონის მიხედვით მამიდან შვილზე მემკვიდრეობის გადასვლის ნაცვლად ძმიდან ძმაზე გადადის და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში უფროსი ძმის შვილებზე და ასე შემდეგ. ცხადია, რომ ეს კანონი ქმნიდა სერიოზული დაპირისპირების საფუძველი იყო სამეფო ოჯახის წევრებს შორის. მათ შორის ერეკლეს მემკვიდრეებს შორის. რაღაცნაირად დარეჯანს თავის ჭკუაზე დაყავდა. არ დაყავდა, ერეკლე უსმენდა დარეჯანს და უსმენდა სწორედ იმიტომ, რომ ის ერთი უყვარდა თავის თვალს და მეორე ერთი ხედავდა, რომ ის ძალიან საზრიანი ქალი იყო. სამეფო კარზე მემკვიდრეობის წესი შეიცვალა მაშინ. სამწუხაროდ ამას არ ეწერა განვითარება შემდგომში, ვინაიდან უკვე რუსეთმა შეერთა და გააუქმა კიდეც მეფობა საქართველოში, მაგრამ ეს ერთგვარად ეხლა დადებითად იმოქმედებდა ეს სამეფო კარზე თუ უარყოფითად ეს არავინ არ იცოდა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული აქტი იყო ეს, რომ შეიცვალა ასეთი ურთიერთობა. გიორგის სუსტი მონარქია, უფლისწული იულონი უფრო გამბედავია, ფიქრობდნენ სამეფო კარზე. იულონის გამეფების იდეა დარეჯანისგან მოდიოდა. ამ პოზიციას დარეჯანის მომხრეების არც თუ ისე მცირერიცხოვანი ფრთაც იზიარებდა. ჩემი წარმოდგენით პირადად შეიძლება ითქვას, რომ დარეჯანი დედოფალი
ქართულ ისტორიოგრაფიაში და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში დარეჯან დედოფლისადმი არასწორი და არასამართლიანი დამოკიდებულებაა. მათ შორის ეხლაც რაღაცა ინტერნეტში არის რაღაც პუბლიკაციები ხო, რომ ყველაზე ცუდი ქართველი დედოფალი ან ყველაზე ცუდი ქალი და მათ შორის დარეჯან დედოფალის იხსენიება. აბსოლუტურად უსამართლო ცხადია. შევაჯამოთ რაღაცნაირად ის ნამდვილად არის ნიჭიერი, გამჭრიახი ქალი. მას მიღებული აქვს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება, რაც უნდა ქონოდა მიღებული როგორც ქალს. ცხადია ვიცით, რომ ეს არის ფეოდალური საზოგადოება და გასაგებია. მეორე მხრივ მას ხედავთ, რომ აქვს ძალიან საღი პოზიცია, ძალიან კრიტიკულ და სასწაულად მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად რუსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით და ესეც მის, ასე ვთქვათ, სასარგებლოდ მეტყველებს, როგორც დედოფლის. 1800 წელს გამეფებიდან 2 წლის თავზე მეფე გიორგიმ იმპერიისგან რუსული სამართლებრივი სისტემის შემოღება მოითხოვა ქართულ სამეფოში. ამ თხოვნით მან ქართველი ელჩები გაგზავნა პეტერბურგში. 1800 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუსული პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად იკიდებდა ფეხს მთელს კავკასიაში. ბაგრატიონების მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრებიდან ისინი, ვინც დედოფალთან ერთად ამ საბედის წერო 1800 წელს, აშკარა ანტირუსული პოზიციის მატარებელი იყო უცხოეთში გადავიდა, მათ შორის ალექსანდრე ბატონიშვილი. დედოფალმა ტახტის გაუქმების რეალური საფრთხე იგრძნო. ისეთი ფხიზელი და გონებამხვილი ქალისათვის როგორც იყო დარეჯანი, ნათელი იყო, რომ გიორგი მე-12-ის პოლიტიკა ქართკახეთის სამეფოს საბოლოო ჯამში მისმა და დაღუპვამდე. ცხადია, მისი რეაქცია ძალიან ხისტი და ცალსახა იყო, რაც გიორგი მე-12-ესა და მას შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. ერთი მხრივ ეს ნათელია, რომ ქართკახეთის სამეფოში შიდა პოლიტიკურ სიტუაციასაც რევდა, მაგრამ მეორე მხრივ პრინციპში იმ გამოწვევის ფონზე, რაც რუსეთის სახით არსებობდა იმპერიაში ქართკახეთის სამეფოსთვის, ძალიან ლოგიკური და შეიძლება ითქვას პოლიტიკურად საღი და სწორი მოქმედება იყო. ამ ყველაფერმა დარეჯანის საბოლოო ჯამში მიიყვანა იქამდე, რომ გიორგი მე-12 მის მოაქცია იზოლაციაში, პრაქტიკულად ტყვეობაში აიყვანა. გიორგი მე-12-მ დედინაცვალს უცხოელებთან ურთიერთობა აუგზალა. შინაპატიმრობა მიუსაჯა. მამულები ჩამოართვა. ჩამორთმეული მამულები თავის ცოლს გადასცა. დარეჯანის შინაპატიმრობას მწვავე უთანხმოება მოჰყვა ბატონიშვილებს შორის. ძმები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. 1800 წლის 7 ნოემბერს აქ ნიახურას ველზე ორი ძმა ერთმანეთის პირისპირ სალაშქროდ დადგა. ერთ მხარეს იდგა ალექსანდრე ბატონიშვილი, რომლის უკან ომარ ხანი და ირანული შენაერთები იდგნენ, მეორე მხარეს იდგა მეფე გიორგი მე-12 რუსული არმიით. ეს ბრძოლა სულ 3 საათს გაგრძელდა, ის გიორგი მეფის გამარჯვებით დამთავრდა. ალექსანდრე ბატონიშვილი დამარცხდა, ამის შემდეგ დედოფალზე უმკაცრესი მეთვალყურეობა დაწესდა. ნიახურასთან ბრძოლის 50-ე დღეს გიორგი მეფე გარდაიცვალა. მეფის გარდაცვალებიდან 20 დღეში 1801 წლის 16 იანვარს იმპერატორის ბრძანებით ქართული სამეფოს საინვესტიტურო ნიშნები გვირგვინი, კვერთხი და ხმალი შეიარაღებული ბადრაგის თანხლებით პეტერბურგში წაიღეს. ეს უკვე ნიშნავდა, რომ ტახტი გაუქმდა. 1801 წლის 16 მარტს ამ ამბებიდან ზუსტად 2 თვის თავზე იმპერატორი პავლე I მოკლეს. ტახტზე მისი შვილი ალექსანდრე I ავიდა. გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ უკვე პრაქტიკულად ნათელია მეფის რუსეთი აპირებს ქართკახეთის სამეფოს გაუქმებას, მათ შორის დავით ბატონიშვილისთვისაც, რომელიც ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო და ამავე დროს ის იყო მეფის რუსეთის არმიის გენერალი, მისთვისაც თვალსაჩინოა, რომ ეხლა არავინ მას სამეფო ტახტს არ გადასცემს, იხდის მუნდირს და აბრუნებს მას რუსეთის იმპერიაში, რაც პრინციპში ნიშნავდა იმას, რომ ისიც ერთიანდება დარეჯანის დაჯგუფებებთან ერთად ქართკახეთის სამეფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. 1801 წლის ალექსანდრე I-ის მანიფესტით ქართკახეთის სამეფოს გაუქმებლად გამოცხადდა. 1801 წლის მანიფესტის წინააღმდეგ ბაგრატიონების მთელი სამეფო ოჯახი აღსდგა. იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდა საქართველოს სამეფო ოჯახის საქმეთა შემსწავლელი დროებითი კომისია. საქმის გამარტივებისთვის იმპერიამ სრულად ცალსახა სტრატეგია აირჩია. უკლებლივ ყველა ბაგრატიონის საქართველოსთან გაყვანა. თუკი სამეფო ოჯახის რომელიმე წევრი წინააღმდეგობას გაუწევდა ამ აქტს, მაშინ იმპერიის ადმინისტრაციას უფლება მიეცა გამოეყენებინათ მათ წინააღმდეგ ძალა. ცალსახა და ნათელი იყო, როცა ქართკახეთის სამეფო გაუქმდა, ბატონიშვილების ადგილზე ყოფნა მით უმეტეს დარეჯანის, რომელიც რაღაცნაირად ლიდერად ჩამოყალიბდა, ხა ნუ გარდა იმისა, რომ ის ერეკლეს სოლი იყო თვითონაც პიროვნულადაც ლიდერად მისი შვილები იყვნენ რეალურად. ის ხალხი, ვინც ის ბატონიშვილები, რომელიც აქტიურად ებრძოდნენ, რეალურად ებრძოდნენ მეფის რუსეთის ხელისუფლებას და ამ პირობებში ხა ნუ ერთმნიშვნელოვნად დარეჯან დედოფლის ქართკახეთში ყოფნა, ნუ იყო რუსეთისთვის მუდმივად საფრთხე. 1802 წლის 8 სექტემბერს ქართული წარმოშობის რუსი გენერალი პავლე ციციანოვი სპეციალური უფლება მოსილებით აღჭურვა იმპერატორმა.
ის საქართველოში მთავარ მართებლის სტატუსით ჩამოვიდა. ციციანოვს მისი წინამორბედი გენერლის კნორინგის შეცდომა უნდა გამოესწორებინა. ბაგრატიონების სამშობლოდან გაყვანის საქმეს დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა ციციანოვი. ამ საქმის ცენტრალური ნაწილი ბაგრატიონების ქონებრივი განიარაღება გახდა. გარუსებული ციციანოვი ყველა ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ შეესრულებინა მეფის რუსეთის დავალება, გაიყვანა საქართველოსდან სამეფო ოჯახის წევრები. სწორედ ამ მიზნით მან ვახტინა ჩამოართვა ქონები ბატონიშვილებს, ის მედეუნებდა, რომ ასე აიძულებდა მათ დროულად გამგზავრებას რუსეთში. აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ციციანოვი პრაქტიკულად ბატონიშვილები და სამეფო ოჯახის წევრები დატოვა საარჩევნო საბადოების გარეშე. ვიცი, წყალობელი ბრძანდები და ამისთვის ვიკადრე მოხსენება. ვითხოვ, ცოტა ბრინჯი მიბოძოთ თასი ერბოთი, ეგების მეც მაგიერი სამსახურის შევძლო. წერდა ერეკლე მეფის ქალიშვილი მარიამ ბატონიშვილი ნაცნობი პოლიციელის ოჯახს. აგენტურა პეტერბურგში წერილს აგზავნის. დედოფალია ის ცენტრი, რომლის გარშემოც იხლართება ინტრიგები. ახლა ის ბაგრატიონების უკმაყოფილოები არიან, ვინც წინათ ჩვენი მომხრეები იყვნენ. ასეთ პირობებში იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დარეჯანი პეტერბურგში შესარიგებლად დაპატიჟა და ჩამორთმეული მამულების სანაცვლოდ რუსეთში ახალ მამულებს დაპირდა. ძალიან კარგად და ძალიან სწორად ყავდა იდენტიფიცირებული მეფის რუსეთს, ვინ იყო მისი პრობლემა და პირველი და მთავარი პრობლემა იყო დარეჯანი. დარეჯანი როგორც მეთაური შეიძლება ითქვას ამ ანტირუსული განწყობების ალექსანდრე პირველმა როცა გამოაცხადა მანიფესტი და გაუქმა ქართლის სამეფოს დამოუკიდებელ, ცხადე იმ თავითვე და იმ წუთასვე იგულისხმებოდა ის, რომ საქართველოში ქართკახეთში ამ შემთხვევაში არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი სამეფო ოჯახის წევრი. წარმოუდგენელი იყო ასეთი რამე. ყველა ღონეს ვიხმარ, რათა დარია საქართველოდან გამოვათრიო. 1750 წელს სამეგრელოს მთავრების შთამომავალი დარეჯან დადიანი მეფე ერეკლეს სურამში შეახვედრეს. დარეჯანი მაშინ 15 წლის იყო. ერეკლე მოიხიბლა ახალგაზრდა ქალით და მალევე ჯვალით დაიწერა მასზე. ის ერეკლეს მესამე ცოლი იყო. ერეკლეს უყვარდა დედოფალი. ერეკლესა და მის მეუღლეს ჰქონდა ძალიან თბილი დამოკიდებულება. მიუხედავად თავიანთი ასაკისა, ბოლომდე შეინარჩუნეს აი სიყვარული, რომელიც მათ თავიდან ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად, როდესაც ესე იგი მეუღლეს მიუახლოვდებოდა, ცვილის ანთელივი დებოდაო და ისეთი თბილი იყო მასთან ურთიერთობაში. ეგ კი არა, ისიც კი გადმოცემული, რომ კორიდორებში მარტოს რომ მოიხელებდა, იქაც კი ეფერებოდაო. დარეჯანს სასახლეში მომავალი მეფე გიორგი 4 წლის დახვდა. მოგვიანებით მათი დაძაბული ურთიერთობების დროს დედოფალი ეტყვის გიორგის: "შვილივით მიყვარდი. არც ერთ ჩემ შვილზე ამდენი ამაგი არ მქონია." 1803 წელი 10 იანვარი ციციანოვი იმპერატორს. დარეჯანმა უარი განაცხადა პეტერბურგში წამოსვლაზე, ავადმყოფობას იმიზეზებს. მეახლავე მიმემგზავრები მასთან, რათა თქვენი ბრძანება შევასრულო და ძალით გამოვიყვანო სახლიდან. ციციანოვი, რომელსაც დავალებული ჰქონდა იმ მომენტში, ამ ჩაბარებული ჰქონდა ქართკახეთის სამართავად, რომელსაც პრინციპში ევალებოდა და რომელთვისაც გამოწვევა იყო სერიოზული ამ პრობლემის გადაჭრა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პირველი პრობლემა ის იყო იმ მომენტში. ყველანაირი ხერხებით ცდილობს, რომ გაიყვანოს ბატონიშვილები, დარეჯანიც აი ჩამოართვენს ქონებას პრაქტიკულად უსახსრო დატოვებს, მშიერს დატოვებს ამ ხალხს. ეს ამ სამეფო ოჯახის წევრებისთვის პრინციპში უნდა ითქვას, რომ ურთულესი პერიოდია. ციციანოვმა დედოფალს მუხრანის სასახლეში ჩააკითხა. ქალი დასიებული ფეხებით და დაწყლულებული სხეულით დაუხვდა. თბილისიდან მუხრანში თუ ჩახვედი, პეტერბურგამდეც ჩახვა. თბილისიდან მუხრანამდე და მუხრანიდან პეტერბურგამდე სხვადასხვა რიგის გზა არის კნიაზო. დედოფალს კაბის აწევა აიძულა ციციანოვმა, რომ თავისი თვალით ენახა დედოფლის დაავადებული ფეხები. ეს იყო უპრეცედენტო თავხედობა ციციანოვის მხრიდან. მოხუცი დედოფლის ავადმყოფობაში დარწმუნებული ციციანოვი უკან არ დაიხევს. მერე რაც უკი თბილისიდან მუხრანამდე სულ რაღაც 40 კილომეტრია. მუხრანიდან პეტერბურგამდე კი 2710 კილომეტრი. დედოფლის ბედი გადაწყდა. ამასობაში აგენტურამ ახალი სამხელი აღმოაჩინა დედოფალზე. რუსეთთან შეურიგებელი ალექსანდრე ბატონიშვილი დედასთან საიდუმლო მიმოწერაში იმყოფებოდა. ამათი ფესვები უნდა ამოვაგდო. დარეჯანმა 9 თვეზე მეტი მაწვალა, მაგრამ ბოლოს მივმართე ერთადერთ საშუალებას. შიშს და ძალდატანებას. რაც აზიელებზე ასეთ ძლიერ მოქმედებს და ამან გაჭრა. მიწერა ციციანოვმა იმპერიის ადმინისტრაციას.
ძალიან კარგად ჩანს აი მიმოწერიდან აი როგორ გააფთრებული ცდილობს ახლა ციციანოვიც წაიყვანოს ყველა ხერხით აი წერილებში ისიც კი ჩანს მისი ტონიც კი ჩანს აი დამოკიდებულებაში კი ჩანს დარეჯანისადმი უარყოფით 1803 წლის 25 ნოემბერს 70 წლის დედოფალი გამცილებლებთან ერთად მუხრანიდან პეტერბურგისკენ დაიძრა. მისი წაყვანა არის ყველაზე რაღაცნაირად დრამატული რომ მაგალითად გამოყვეს 500 მანეთი. გამოყვეს 20 კაცისთვის ოფიციალურად სინამდვილეში ამალაში 40 კაცი იყო. ამ 40 კაცის იქით კიდე იყვნენ. რეალურად ეს ფული იყო იმისთვის რომ მისი ეს თქვათ ეს მგზავრობა ამ ხალხის საკვები და ნუ ეს მომარაგება მოხდარიყო. რეალურად ფულიც კი არ გამოყვეს მოკლედ იმის თქვა იმდენი რომ დედოფალი ჩაიყვანა ისე როგორც საჭირო იყო რუსეთში. ანანურიდან დარიელის ხეობის სიღრმეში უკვე ურემზე დაკრული შეიყვანეს მოხუცი დარეჯანი. ზუსტად ასე რამდენიმე თვით ადრე ურემზე დაკრული გაიყვანეს საქართველოდან დედოფალი მარიამით გიორგი მე-12-ის ცოლი, რომელსაც გენერლის სიკვდილში ადანაშაულებდა რუსული ადმინისტრაცია. ასე დამცირებულები და შეურაცხყოფილები ტოვებენ საქართველოს ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლები. მოსახლეობა გამოდის, ჩერდება, ემშვიდობება მას, თითქოს ეთხოვებიან ქართლ-კახეთის სიმბოლოს, დამოუკიდებლობის სიმბოლოს, ხო ის როგორც არა მხოლოდ როგორც ერეკლე მეორის მეუღლეს, არამედ როგორც უკვე აი დასის ლიდერს, რომელიც იბრძოდა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობისათვის, პრინციპში დარეჯანის გამგზავრებით რუსეთში მიუხედავად იმისა, რომ ეს აჯანყებები შემდგომშიც გრძელდება და ასე შემდეგ, ნუ პრინციპში მნიშვნელოვანი ეტაპი რაღაცნაირად აი სიმბოლური ეტაპი სრულდება შეიძლება ითქვას. ეს სოფელი კაიშაურებია დარიელის ხეობაში. სწორედ აი ამ სოფელში რამდენიმე მთიული საიდუმლოდ მოახერხებს შეხვედრას დარეჯან დედოფალთან. მათ ასეთი გეგმა აქვთ, გამთენიისას შეუძლიათ რომ გაწყვიტონ რუსული ბადრაგი, დედოფალი მოიტაცონ და შეიყვანონ მთებში. დარეჯან დედოფალი ამ შემოთავაზებას არ თანხმდება. მან ზუსტად იცის, როგორი მძიმე და სასტიკი შურისძიება შეიძლება მოიმოქმედოს რუსულმა იმპერიამ მთიულებზე. ამიტომ ის გზას თავის ამალასთან ერთად მოზდოკისკენ აგრძელებს. 1803 წელი, ნოემბერი, მოზდოკი. მოზდოკის კომენდანტი პროტოპოპოვი ციციანოვს ატყობინებდა. 18 ნოემბერს საღამოს 6 საათზე დედოფალი დარეჯანი თავისი მხლებლებით მოზდოკში ჩამოვიდა. მე ისინი ქალაქში არ შეუშვი. იმ ადგილას გავაჩერე, სადაც არც ადამიანი ცხოვრობს და არც რაიმე შენობაა. ღამეს პოვოსკაში ათენებენ. დედოფალს განუმარტეს, რომ ასეთია საკარანტინო წესდება. 6 დღე რაც შემეძლო, შებოლება ხრჩოლვა არ დამიკლია, ამის შემდეგ ქალაქში შემოუშვი. ასეა სხვაგანაც ეს წეული კარანტინი. ველურად ჩატარებული კარანტინის გამო რა მოგახსენა? აღარაფერი აღარ ვიცი, დედოფალ. 8 თვიანი მძიმე მგზავრობის შემდეგ, 1804 წლის 28 მაისს დედოფალი პეტერბურგში ჩავიდა. პეტერბურგული გადმოცემები გრძელისაგაა, სადაც თითო ღირსშეშაზეც სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის უმორჩილესი თხოვნით უნდა მიემართა დედოფალს. შენ მას სიცოცხლე. ერთი თვის სულუფად ჩემი კერძობისა ეს არის, რაც შენ და იულონს გამოგიგზავნეთ. მრავალგვარად ვეცადე და ამაზე მეტი ვერსაიდან ვერ მოვაგროვე. დარეჯან დედოფლის წერილი ბატონიშვილი ფარნავაზისადმი. მეფის რუსეთის პოზიცია პასუხიც უბრალოდ ამ დარეჯანის თქვა უარყოფით დამოკიდებულებაზე იყო ის რომ მის სიცოცხლეშივე ხდება აი ნეგატიური ამბების გავრცელება. მაშინათვე იწყება აი რაღაცა დარეჯანის საწინააღმდეგო კამპანია შეიძლება ითქვა საინფორმაციო არა მარტო მოქმედებები კონკრეტული თქვა შევიწროება თქვა ქონების ჩამორთმევა აი იზოლაციაში მოქცევა ან რაღაცა ასე შემდეგ. ნუ აი საინფორმაციო მისი გაშავება თუ შეიძლება ასე ითქვას აი მაშინათვე იწყება რაც საბჭოთა პერიოდში ძალიან აიტაცეს მოკლედ 1807 წელი 6 ნოემბერი პეტერბურგი სიცივეებმა დაიჭირა პეტერბურგის ნესტიანმა ჰავამ დაწყლულებული სხეული გაუმიზეზა დედოფალს იმ დილით სახლის წინ ჩიტები ჩამოატარეს გასაყიდად დედოფალმა მსახურს ჩიტებით სავსე გალი აყიდინა ფანჯარა გამოაღო გალის კარიც გამოხსნა და ჩიტები სათითაოდ გადააფრინა ჩვენც გვაყოფა ტყვეობა თქვენ მაინც იყავით თავისუფალი თქვა და გალია გადააგდო. მერე ოთახში შევიდა, დაწვა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დარეჯანი სამეფო პატივით და ღირსებით დაკრძალა იმპერატორმა. მისი საფლავი ალექსანდრე ნეველის მონასტერშია. ის დაკრძალულია უფლისწულ ვახტანგთან ერთად.